რას ამბობენ მხარეები? მარიამ ქართველიშვილი გვერდდება პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში გეტყვით, რომ ქრონიკამ გაარკვია თაღლითური კოლ-ცენტრების მისამართი ფანჯიკიძის პირველი ნომერი საბურთალოზე 9 სართულიანი შენობის მეოთხე და მეხუთე სართულზე ფუნქციონირებდა. ჩვენი ინფორმაციით თაღლითური კოლ-ცენტრები 2023 წელს დაახლოებით ამ პერიოდში ჩვენი ინფორმაციით 9 სართულიანი შენობის მეოთხე და მეხუთე სართულზე იყო განთავსებული რამდენიმე ენოვანი განყოფილება რუსული, ინგლისური და გერმანული. თავად ამ კოლ-ცენტრებში კი როგორც ჩვენ გვიყვებიან 70-მდე ადამიანი იყო დასაქმებული და ისინი ყოველდღიურად გადაადგილდებოდნენ ამ ტერიტორიაზე. ეს შენობა, ამ შენობის მესაკუთრე არის გახსნილი ტრანსნაციონალური დანაშაულის ერთ-ერთი ფიგურანტი ბენ ანორი, რომელმაც სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და ანორის ჩვენება საგამოძიებო უწყებაში როგორც პირდაპირ ჩვენება და მამხილებელი ჩვენება უკვე დევს. ვესაუბრეთ მის უფლებადამცველს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ გვიდასტურებს ინფორმაციას, რომ სწორედ ამ შენობის ორ სართულზე იყო განთავსებული დანაშაულებრივი კოლ-ცენტრი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივი დაჯგუფება ოთარ ფარცხალაძის, ძმებ მიქაძეების, მიხეილ ჩოხელის და ჯამში 10 პირის ხელმძღვანელობით. ადვოკატი ზურაბ თოდუა ასევე ამბობს იმას, რომ ანორმა დაასახელა ელისო კილაძე და სწორედ ის იყო ერთ-ერთი მფარველი, ინფორმაციულად მფარველობდა, როგორც ის ამბობს, თაღლითურ კოლ-ცენტრებს და გარდა იმისა, რომ მას ჰქონდა ნაქირავი ფართი კოლ-ცენტრების ერთი სართულით ქვემოთ, ასევე მან კარგად იცოდა ამ კოლ-ცენტრების არსებობა და პირდაპირ ხაზზე იყო და იღებდა მითითებებს და დავალებებს უშუალოდ დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელებისგან, მათ შორის ძმები მიქაძეებისგან და სხვა ფიგურანტებისგან, როგორც ბენ ანორის უფლებადამცველი განმარტავს, ელისო კილაძე ფარველობდა ინფორმაციულად კოლ-ცენტრს, რომლის იურიდიული მისამართი იყო შპს ნომადაო სერვისი და აშავებდა კონკურენტებს. 13 იანვარს გენერალურ პროკურატურას მე ჩავაბარე ეს ფარული ჩანაწერი საჩივართან ერთად, სადაც ვითხოვე მასზე რეაგირება. ორი დანაშაულის შესახებ არის ინფორმაცია, ეს არის ინფორმაცია პირველი თუ როგორ დაეუფლნენ ბენ ანორის საკუთრებას კონკრეტული პირები და ქალბატონი ელისო კილაძე და მეორე მიმართულება იყო კოლ-ცენტრებთან კავშირი. ელისო კილაძეს ჩვენ შენობაში მესამე სართულზე ჰქონდა თავისი ოფისი, ხოლო მეოთხე და მეხუთე სართულზე ფუნქციონირებდა ნამადაო სერვისი. გამოძიების ინფორმაციით ეს ნამადაო სერვისი იყო კოლ-ცენტრი. ეხლა იმას ვინ დაეჯერებს დღეს, რომ ელისო კილაძის ერთი სართულით მაღლა ვინ საქმიანობდა, რა საქმიანობდა, რა საკეთებდა, ეს მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ელისო კილაძე ებრძოდა იმ კოლ-ცენტრებს, რომლებიც მათი კონკურენტი იყო. ფარული ჩანაწერი, რომელზეც საუბრობს ბენ ანორის უფლებადამცველი, არის ჯერჯერობით უცნობია რა გზით არის მოპოვებული, თუმცა ადვოკატი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნამ ამ ჩანაწერის ავთენტიკურობა დაადასტურა და ამ ჩანაწერში ისმის დანაშაულში მონაწილე რამდენიმე ფიგურანტის ხმა, მათ შორის ელისო კილაძის და ისინი საუბრობენ სწორედ კოლ-ცენტრებზე და კონკურენტების გაშავებაზე. რაც შეეხება დანაშაულში მონაწილე ფიგურანტებს, ოთარ რომანოვ ფარცხალაძის უფლებადამცველს ვესაუბრეთ, ჯერჯერობით ადვოკატი ამბობს, რომ მის მარწმუნებელთან არ ჰქონია კომუნიკაცია და უცნობია თავად ფარცხალაძის პოზიცია ახალ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით და ტრანსნაციონალურ დანაშაულთან დაკავშირებით, რომლის მფარველი და ხელმძღვანელი სწორედ ის იყო გამოძიების ინფორმაციით. ადვოკატი ამბობს, რომ ელოდება საქმის მასალებს და ამის შემდეგ გააკეთებს უფრო ვრცელ ინფორმაციას გაავრცელებს და პოზიციასთან დაკავშირებითაც ოთარ ფარცხალაძესთან შეაჯერებს პოზიციას. რაც შეეხება სხვა ბრალდებულებს გამოძიებამ გიორგი მიქაძეს ასევე სასჯელო აღსრულების დაწესებულებაში უნდა წარუდგინოს ბრალი და პოზიციასთან დაკავშირებითაც ადვოკატი ამბობს, რომ მას შემდეგ ისაუბრებენ, როდესაც საქმის მასალებს და მტკიცებულებებს გაეცნობიან. არაფერი არ ვიცი, გამირეკესო არის თაკავებული რომ ესეც არ ვიცი, იმიტომ რომ გენერალური პროკურატურის გამომძიებელმა მითხრა, რომ იმყოფება პროკურატურაში და საჭიროებს ადვოკატს. სახლის შხრეკა მიმდინარეობს, მე ჯერჯერობით სხვა ინფორმაცია არ მაქვს. ინფორმაცია ახალი ძალთან დაკავშირებით ჩემთვის ცნობილი გახდა მედია საშუალებებიდან გამომდინარე, ამიტომ
რა სახის ბრალზეა საუბარი, ან რა მტკიცებულებებია არის გაჯერებული, აღნიშნული ინფორმაცია ჩვენთვის უცნობია. ალბათ ჯობია რომ დაველოდოთ ბრალის წარდგენის ან საქმის მასალების გადმოცემის პროცესს და ამის შემდგომ შეგვიძლია სამართლებრივი განმარტება გავაკეთოთ. დაკავებული ელისო კილაძე ახლა სავარაუდოდ საგამოძიებო უწყებაში იმყოფება, ჯერჯერობით უცნობია მიაწოდებს თუ არა ინფორმაციას ელისო კილაძე საგამოძიებო უწყებას და მისცემს თუ არა ჩვენებას, რაც შეეხება მის დაკავების ღონისძიებას, ის სახლში დააკავეს და ამ წუთებში მიმდინარეობს მისი საცხოვრებელი სახლის შხრეკა, ჯერჯერობით უცნობია რა ამოიღეს ან რას ეძებენ საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, თუმცა დანამდვილებით ვიცით რომ ის დაკავებულია ტრანსნაციონალურ შავთან დაკავშირებით თაღლითობა და ფულის გათეთრება, ასევე მასთან ერთად სისხლის სამართლის საქმეზე პასუხისგებაში არის მიცემული ოთარ ფარცხალაძე, ძმები მიქაძეები და კიდევ ჯამში 10 პირი, მათ შორის ჯიბლაძე, მისი ბიზნეს პარტნიორი და ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი. 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს მუხლები, რომლებსაც დიდი ალბათობით წარუდგენ საგამოძიებო უწყება, თუმცა ჯერჯერობით ბრალის დადგენილება ოფიციალურად არ გაცნობიათ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურანტ პირებს. საგამოძიებო უწყებაში ითქვა, რომ ამით გამოძიება ჯერ არ დასრულებულა და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს დანაშაულში მონაწილე სხვა პირებთან დაკავშირებით.